კრიტიკული მედიისთვის გამოცხადებული ბოიკოტისა და ოპოზიციის ნაწილის აკრძალვის პროცესის წამოწყების პარალელურად ირაკლი კობახიძე ქართულ რეალობაში დებატების დაბრუნების ინიციატივით გამოდის. Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის წერს, რომ დისკუსია მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ განსხვავებული აზრი მოისმინოს, გაანალიზოს და არჩევანი გააკეთოს. თუ ქართული ოცნების პრემიერს დავუჯერებთ, 2008 წლიდან ევროპის კონტინენტზე დებატების გაქრობის პროცესი, ეგრეთ წოდებული Deep State-ის გავლენით დაიწყო და ის ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო. კობახიძე ამ კონტექსტში პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას ახსენებს. ოცნების პრემიერი ავითარებს თეორიას, რომლის თანახმად ეგრეთ წოდებულმა Deep State-მა ნიკა გვარამია მედია სივრცეში კონკრეტული დავალებით შეიყვანა, რაც მედია სტანდარტად ტყუილის, ლანძღვისა და ცილისწამების დამკვიდრებას გულისხმობდა. კობახიძე პოსტში წერს, რომ ამგვარი არაჯანსაღი ვითარება უნდა გამოსწორდეს და ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება დაუბრუნდეს. დღეს ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ სრულად მარგინალიზებულ პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო მეორე მხრივ მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულია საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის 뉘ახვარს. და რადგან იულად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც, ჩვენ ვალდებულები ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ. ვალდებული ვართ ქართველ ხალხს დაუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის ქართულ აგენტურას საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანის სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კობახიძე ვრცელ წერილში არ საუბრობს იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას დებატების აღდგენა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ივანიშვილის პარტიის წევრები კრიტიკულ მედიას საშუალებებს ბოიკოტს უცხადებენ და არასახელისუფლებო ტელევიზიების ეთერებში არ დადიან. მეორე მხრივ კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მათ სამთავრობო მედიის დიდი ნაწილი გადაცემებში სტუმრად თითქმის არასდროს იწვევს. კობახიძის მიერ დებატების დაბრუნების და ანონსების პარალელურად ოცნებას საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, რომლითაც სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს.